კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, განაჩენი 27 ივნის 13 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდება. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. სავარაუდოა, რომ სასამართლო სხვა ოპოზიციონერების მსგავსად ნიკა მელიასაც დამნაშავედ გამოაცხადებს და პატიმრობას მიუსჯის. დიახ, ეს არის ისეთი кейსი და ისეთი საქმე, სადაც ადვოკატ მეც ჩემს კოლეგასაც ფუნქცია გვაქვს დაკარგული. ანუ მნიშვნელობა არ იქნება ამ საქმეზე, რა სამართლებრივ არგუმენტაციას წარმოადგენთ ჩვენ. დიახ, რა პოლიტიკური გადაწყვეტილება იარსებებს და უკვე არსებობს, ის იქნება მოცემულ საქმეზე. ამიტომ ეხლა რომ ჩვენ შევიდეთ აქ რაღაც კიდევ ერთხელ სასახელო აღნიშნავ, რომ მოწმეები დავკითხოთ, რაღაც მტკიცებულება გამოვაკლოთ, ამის საჭიროებას აქედან გამომდინარე ვერ ვხედავთ, რადგან ჩვენი მოსაზრებით მოცემულ საქმეზეც იქნება პოლიტიკური განაჩენი. რა განაჩენიც იქნება უკვე ყველასთვის ცნობილია ეს. აქედან გამომდინარე არ ვაპირებთ რომ გითხრათ შესავალი, არ ვაპირებთ რომ გითხრათ უბრალოდ ჩავერთოთ მტკიცებულების კვლევის ეტაპში და ასევე არ გიტყვით არც დასკვნით სიტყვა. აღნიშნული საქმე არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უყურებელიყო კანონის უზენაესობა, ჩაიდინა დანაშაული და შემდგომ პოლიტიკური შეხედულების თუ სუბიექტური აზრის გამო ამბობდნენ, რომ უდანაშაულობა ვარ. გარდა ამისა, ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა მელიას ქმედება გამოიხატა უმოქმედობაში და განსაკუთრებით საკითხს არ წარმოადგენს არც პარლამენტის ლეგიტიმურობა, არც საგამოძიებო კომისიის შექმნის ლეგიტიმაციის საკითხი და თვითონ ნიკა მელიას გარდების საქმის, რომელიც გამოხატულია მის უმოქმედობაში, მის სუბიექტურობაში და შესაბამისად მის მიერ საკუთარი ნიკის შესაბამისად დღევანდელ შედეგს. დღესვე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გივით არგამაძის პროცესი გაიმართა. განაჩენი 27 ივნის 10 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდება. ჩვენი ოპერაცია გივი ჩვენ ვართ გივი წარმატებით დასრულდა, იმედენ ჩვენ ჩავაბარეთ შეტყობილი. მურჩია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი. ამიტომაც მობრძანდით და გაეცით კითხვებს პასუხი. აი ამას თავინდომიძრას რომ მასხარასთან და იმ 8 წლიან პერიოდს, როდესაც თქვენ მართავდით უშიშროების კომიტეტს პარლამენტში.